სიგნიფიკაცია. თქვენს მამაკაცზე გაიგეთ რაღაცა ესეთი, რამაც თქვენი შეშფოთება გამოიწვია და არ ელოდით, აი თითქოს სხვა რაღაცა მოლოდინები გქონდათ თქვენთან დაკავშირებით ამისგან, მაგრამ გაიგეთ რაღაც ისეთი, რაც თქვენი ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია, შეიძლება ამას თქვენს მეგობრებთან ერთად განიხილავთ და შეიძლება ამ საკითხს ძალიან მძაფრად აღიქვავთ და გამშვიდებენ თქვენი მეგობრები ამ საკითხთან მიმართებაში. შეიძლება ამ კაცზე საერთოდ გაიგეთ, რომ ვიღაცა სხვას ხვდება, ან სხვა ყავს. ნახოთ ახლა. ან ელოდებოდით ამ კაცს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ რაღაც ისეთი გაიგეთ ამ ადამიანზე, რამაც ეს მოლოდინიც წყალში ჩაყარა რა. შეიძლება გაიგეთ, რომ ვინმე ყავს. ნახოთ ახლა. რეალურად რა ხდება მაგ მამაკაცის ცხოვრებაში ახლა ამ ეტაპზე? რომან არა მოითხოვა დღეს და თქვენ ურთიერთობას აქვს თუ არა პოტენციალი აღდგეს და გაგრძელდეს. ესეთი თემები ტრიალებს ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ხანია. აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას პოტენციალი აღდგეს და გაგრძელდეს. აღდგება თუ არა თქვენი კავშირი, თუ სამუდამო დასასრულია, ეს უნდა იცოდეთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, საჯარო გაშლა არის ჩემო ძვირფასება, ყოველთვის გეუბნებით, საჯარო გაშლა შეიძლება 99%-ით რეზონირდეს, მაგრამ გადაწყვეტილებები საჯარო გაშლით არასდროს არ მიიღოთ, იმიტომ რომ ის ერთი საკვანძო სიტყვა შეიძლება იყოს თქვენი ინფორმაციაში და დანარჩენი სხვა ადამიანის ამ პირიქით, იმიტომ რომ საჯარო გაშლა, მაინც საჯაროა გაშლა გადაწყვეტილებების თვალსაზრისით. მიიღეთ ის, რაც თქვენია ინფორმაცია, ამას შინაგანი ხმა გეტყვით, თქვენია თუ არა. რა ხდება მაგ კაცის ცხოვრებაში რეალურად? მაგ კაცის ცხოვრებაში რა ხდება ჩემო კარგებო რეალურად და გეტყვით ახლა მოიცა. და ვინმე ყავს? მოკლედ, თქვენ თუ აქ ურთიერთობის აღდგენის რაიმე მცდელობები გქონდათ, ეს ადამიანი ამ ყველაფერს თulis მანიპულაციად. ასევე თulis ეს ადამიანი იმას, რომ თქვენ ამ მანიპულაციას კარგად შეფარვით აკეთებთ და გინდათ ამ ყველაფრით ურთიერთობის აღდგენა, ასევე დაიღალეთ და გეშინიათ იმის, რომ წარსულში რაც მოხდა თქვენ ცხოვრებაში იგივეს გადატანა არ მოგიწიოთ, ამ ყველაფერს არ აფიშირებთ, მაგრამ ამ ყველაფერს გრძნობს ეს ადამიანი თქვენზე. აქ ასევე ეს ადამიანი ახდება მის ცხოვრებაში. ასევე ეს ადამიანი ხვდება იმას, რომ თქვენ ამისი შეცვლა გსურთ
ეს შეიძლება ბევრი რაღაცებს ამბობდა, გვპირდებოდათ, მაგრამ არც არ ასრულებდა რა. შეიძლება ბევრი რაღაცას იმიტომ ამბობდა, რომ შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, რომ ჩემი გამოყენება უნდა და შეიძლება მატერიალური კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ან თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გიმალავდათ რაღაცას, მაგრამ რეალურად როგორი რაღაც იყო, იცი, თქვენ გინდოდათ ამ ადამიანის მხრიდან ცვლილებები და ეს ადამიანი არასტანდარტული ტიპია და აქედან გამომდინარე ამბობს ეს რომ მე უნდა ვიყო თავისუფალი, მე უნდა ვიყო მარტო. ამას ცვლილება არ უნდა, ეხლა ამ პაუზაში ყოყმანობს ეს, ამას ცვლილება არ უნდა, ამას უნდა არაოფიციალურობა, არამმართველობა, არა მანიპულირება ვიღაცის მხრიდან, გაიგეთ? ეს ხდება ამის ცხოვრებაში და კარგი, შენ ეხლა გვაჩვენე, კი, კითხეთ, მაგრამ მარტო ხარ თუ ყავს ეხლა ვინმე ქალი შენ, აბა გვაჩვენე. მე ცოტა მარტოობა მაჩვენა, მაგრამ მაჩვენე ყავს ვინმე შენ ეხლა ქალი. იცი რა არის, გეტყვით ახლა აქ რა ხდება. თქვენ რის გამოც მოგივიდათ, აქ უფრო კონფლიქტი რის გამოც მოგივიდათ, ის მესამე ფაქტორი რაც იყო თქვენს ურთიერთობაში, ისევ ის ხდება და ისევ ის მდგომარეობა. აქ ეს ადამიანი, იცი როგორ არის, რეალურად სულ მუდმივად გვერდზე ყველა ადამიანის არც ჭირდება, მარტო ძალიან კარგად გრძნობს თავს და თავის ეგოისტურ სიყვარულშია წასული რა. აქედან გამომდინარე ახალი არაფერი ისეთი რაც არიცით, რაც იცით, ისევ ის მდგომარეობა და ის მესამე ფაქტორია ამ ურთიერთობაში. აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას აღდგენის პოტენციალი? კი, ურთიერთობას აღდგენის პოტენციალი აქვს ნამდვილად. აქვს ნამდვილად, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ აქ ურთიერთობის სერიოზულ ფორმატში გადაყვანის პერსპექტივაც კი არის, რაზეც ეს კაცი ბრაზდებოდა, მაგრამ აქ არის ამის პოტენციალი. უბრალოდ ეს კაცი იცი რატომ არის ჩუმად, იმიტომ რომ თქვენ ამის მხრიდან, კაცის მხრიდან ელოდებით იმას, რომ გაღიაროთ რა, როგორც რაღაცა სერიოზული პიროვნება ურთიერთობაში. და არ უნდა აღიარო? მე ძლივს გამოვედი იმ რაღაცა სერიოზული ურთიერთობიდან და ისეთი მომენტი ნამდვილად აღარ მინდა ვიღაცა დამეყრდნოსო. და აბა მაშინ რისთვის უნდა აღდგეს ეს ურთიერთობა, აქ რომ მეუბნებით რომ აქვს აღდგენის პოტენციალი, რა ელოდება ამ ურთიერთობას თუ აღდგა? თქვენ უნდა გამოგიყვანონ მაგ აპათიიდან, ესე იგი ვერ გამოდიხართ მარტო და უნდა გამოგიყვანონ მაგ აპათიიდან, მერე რა იქნება? და სანამ რაიმე გადაწყვეტილებებს მიიღებთ მომავალში, უნდა დაფიქრდეთ, რაღაც ესეთი გაკვეთილეობრივი მდგომარეობა მიმდინარეობს. ეს ადამიანი თქვენ საერთოდ ერთმანეთის მასწავლებლები ხართ. სულის დონეზე რო გადავიდეთ და ეს ხო იცით ესია, გვინდა არ გვინდა ესია. ერთმანეთის მასწავლებლები ხართ, თქვენ ეს ადამიანი რაღაცას გასწავლით, ისევ როგორც თქვენ ამას და ამის გამო კვლავ აღდგება ურთიერთობა. თითქოს იმიტომ აღდგება ეს ურთიერთობა, რომ თქვენ ყველანაირი სიყვარულის მიმართულებით ტრანსფორმაციები რაც გაქვთ, დაგასრულებინოთ ამ ადამიანის სულმა. ესეთი გაშლა იყო. თუ იყო თქვენი, დალაიქეთ ვიდეო, გისურვებთ სიხარულს, სიყვარულს და ულევ ბედნიერებას თქვენს ცხოვრებაში, ძვირფასო ქალბატონებო.